აბა ვნახოთ, რამდენ კურცხალს გადმოაგდებს დავით ფორჩხიძე. 32 წლის ლაშას კარგად იცნობს ვიწრო მუსიკალური წრე. ღრმა კასტინგზე ის მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა. 4 მობრუნებული მწვრთნელიდან მან თავისი არჩევანი დათოზე გააკეთა. ჩვენთან თუ წამოხვათ, ჩვენ არაფრის სწავლებას არ ვაპირებთ, აქეთ კიდე ბევრ ენერგიას მივიღებთ შენ და ვისი ამოვნებთ შენთან მუშაობით. როგორ არის ეს დილის დილ, ხო? ეს დილ. ხო. რატომღაც ესება გადაწყვეტი რომ დათო ავირჩიო. პატარა ქეთის დიდმა მუსიკალურმა გემოვნებამ ხმამ და შესაძლებლობებმა დათო ფორჩხიძე გააოგნა და სასწრაფოდ თავის გუნდში წაიყვანა ახალი მონაპოვარი. ახლა ორი ადამიანი, ისე თქვენ პატურნი, სიმღერა არის ლეგენდარული ჯგუფის YouTube-ს. სიმღერა მას თურმე ქვია One, მე ეცახდი ბავშვობიდან სულ One Loves და იყოს One და მღერის არის მეორე ვერსია, სადაც მერი ჯეი და ბონო მღერიან და აი ესეთ კონტექსტში დაგინახეთ, ესეთი მაგრები ხართ და იმიტომ ხართ საშიშები, რომ იქით ბონო, აქეთ მერი, ნუ აი იქით ბონო, აქეთ მერი, ხო და ძალიან ისაა, ხო, შუაში მე ვდგევარ და ძალიან ცუდად საცოდაობა არ არის ამ ორი ადამიანიდან ერთის გაშვება. მითხარი, ხო, თითქოს ლაშა ესეთი გენი რა გამოხმაურება ქონდა და მის გვერდზე ვინ უნდა დააყენო, რომ ლაშა და აი აქეთი გამოდის. მე მინდა რომ ორივემ კარგად იმღეროს, აი მე მინდა რომ კარგად ვიღებოს და იმან მინდა რომ ძალიან კარგად იმღეროს. ქეთისთან სიმღერამ სიამოვნებს. არის რაღაც მომენტები, როცა არ სიამოვნებს, არის რაღაც მომენტები, რომ სიამოვნებს. კარგი მომღერალია ძალიან და საინტერესო არის ბოლოს რა გამოვა. თავიდან რომ შევხვდით მე და ლაშა, მომეჩვენა რომ ძალიან ძლიერი იყო. შემეშინდა კიდევაც რაღაც გარკვეულ ამბავში, რომ მეთქი როგორ უნდა დაუდგე ლაშას, მაგრამ მე მივხვდი რომ შეუძლებელი არაფერია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მე და ლაშას, ძალიან ვეწყობით ხასიათებით და ერთად ბევრს მუშაობთ. აი უბედნიერესი კაცი ვარ. მე როცა ვფიქრობდი მოველოდი თუ არა ამას, რომ მე ესეთი გუნდი მეყოლებოდა. არ მოველოდი. მაგრამ როცა ესეთი გუნდი მყავს, არა ვარ გაოცებული. ვფიქრობ, რომ ამას მე ვიმსახურებდი, იმიტომ რომ აი გამიკეთებია ისეთი რაღაცა, რომ ეს ბავშვები მე მენდო. აქ ნდობა, მეტი კი არაფერი. აქ არის ნდობა, რომ ამ ბავშვებმა იგრძნონ რომ მოვამზადე თანაბრად. შეურჩიე სიმღერები, რომლებიც ორივეს უხდებოდა და მოსწონდა და რაც თავარია, განცდა იმის, რომ დათო მე არ დამჩაგრავს. აი ეს არის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ეს წვილი დგას. ისევე როგორც სხვა წვილებიც რა, არავის თავი ქუჩი არ აქვს და არავის არ აქვს რაღაცა სერიოზული გარანტიები. არა, ნუ. რას მერჩი? რა უმერჩი? რა ვიცი, რა შეგისწოროთ არა. ო, არ ვიცი, შეგისწოროთ. ესე იგი, მინდა რომ რაღაცა შეგისწოროთ. მე მინდა რომ ეს არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. სიმღერაში ყველაფერი კარგად გავიყავით. სიმღერაში ისე დავალაგეთ, რომ ქეთისაც აქვს შესაძლებლობა რომ კარგად გამოაჩინოს, რაც უნდა და მეც. შევეცდები ყველანაირად რომ გადავიდე, გავიმარჯვო, მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ძალიან ძლიერი კონკურენტია. ყველანაირად შევეცდები, ყველაფერს გავაკეთებ აბსოლუტურად. ჩემ მონაცემს გამოვაჩენ ბოლომდე. გეყობათ. სინქრონი ბრწყინვალე. ყველაფერი კარგი. არაფერი არ მოიგონო, არ დაამატო არაფერი. ძალიან მაგარი. იქ იმ კონცერტზე. მე ეხა არ ვარ ის ტიპი რა და არც ეხა მე უფრო მაგრა ვიმღერო და რაღაცა. მე რაღაც შემეძლება გავაკეთებ, მაგრამ მინდა რომ თლიანობაში იყოს ისეთი რაღაცა, რომ სიმღერა რაზეც არის არ დაიგარგოს, მოკლედ რა. მე მგონია რომ აქ შანსი დიდი რომ მოვიგო. მე გავხდები ქვეყნის ახალი ხმა. ლაშა წარმატებებს გისურვებ. ხავთ მივესალმოთ. ქეთი ბერიძე. და ლაშა თოფურია.
ლაშაც მზად არის? ქეთიც მზად არის. მაშინ რინგი იწყება. Isn't getting better, or do you feel the same? Will it make it easier on you now? You've got someone to blame. You said one love, one life, it's one need in a night. Ooh, one love, you get to share it, and leaves you darling. If you don't care, did I disappoint you? I leave the bad taste in your mouth. You act like you never had love. You want me to go without. Well, it's too late tonight. Drag the past into the light. We were never not the same. Then we have each other, then we do it again. Yes, sir. Love is a tempo, love a high and low. Love is a tempo, love a high and low. You ask me to enter, but they make me come that I can be holding on to what you got. As a hide, you gotta say one love, one life, one life. You got to do what you should. One life, help each other, my sisters and my brother. One life, my friend, not the same. We get to carry each other, carry each other. Whoa. ლაშა თოფურია და ქეთი ბერიძე. სათო მართლა არ ვიცი გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღო. მეც ნერვიულობ შენთან ერთად, მანამდე ჩვენს ნერვიულობთ. გაგვიგეთონ თითო კომენტარი ამ დუეტზე. მერაბ. ჩემი არ მეყოფ აგას. ეხა რა გითხრათ რა ძალიან კაია, ძალიან საინტერესო. თვითონ იცი რა არის, იმდენად საინტერესო ნომერია, რომ თავისთავად აი დუეტი რო იყოს ესეთი, წარმოვიდგენ, მთლიან კონცერტს მოვისმენდი სიამოვნებით. დუეტად დავტოვოთ. იმდენად კარგად ვღერიან რა. რა ვიცი, მე ძალიან გამიჭირდებოდა რა. უბრალოდ მე თავისთავად მინდა ვთქვა, რომ ლაშას ნამღერი მომწონს ძალიან მაგრად რა. ზოგადად ვიძახი, საერთოდ ვიცი და ემი. ნინო დღეს შეფასებას, ანუ რჩევას არ მოგცემ დღევანდელი ნამღერით, იმიტომ რომ მართლაც ძალიან შეკრული და კარგი დუეტი იყო, მაგრამ როგორც მეგობარს ლაშას გირჩევდი. ვაუ! არა დღევანდელი ნამღერით, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი იყო. მაია, ძალიან გვაინტერესებს შენი აზრი ამ დუეტზე. ძალიან მაგარი დუეტია, პირველ რიგში უდიდესი მადლობა ეს კომპოზიცია რომ დაგვიდე აქ. მიხარია ესეთი მუსიკა რომ გავაჟღერეთ ნელ-ნელა და რამდენჯერაც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა რომ ქეთი ძალიან მაგარი გოგო ხარ მე ლაშა თოფურიას ფანი ვარ მუდმივად სტეფანე ეთახვებ მაიას ხო ნუ ყველა ერთი და იგივეს ვიძახით ამ შემთხვევაში ესე გამოდის ზოგჯერ არის გამოკვეთილად რაღაცა გულთან ახლოს გაქ და გარდა ამისა ობიექტური მიზეზებიც ამ შოუსი არსებობს რომ ლაშა SMS ლიდერია ეხა და ყველა ობიექტურად სუბიექტურად
ჩვენ ლაშას თუმცა ქეთი უმაგრესი გოგოა ყველანაირად ვიდზე სიმღერით ასე ისე ყველანაირად მაგარი გოგოა ვერაფერს ვერ დათო დადგა ის უხერხული და ძალიან დაძაბული მომენტი რაცა უნდა გააკეთო არჩევანი მე მინდათ საიდუმლო გაგიმხილოთ რომ მე 7 წვილი მყავდა შესაბამისად 14 ბავშვი და ეს წვილი არის თავის ჭკუაზე მიშვებული წვილია. იმისთვის რომ საქართველოში მუსიკა განვითარდეს თანამედროვე მუსიკა, ამისთვის უნდა გადავიდეს შემდეგ ტურში ლაშა თოფური. რაღაც მინდა თქვა მართლა. ამჟამადობის გარეშე ჩემთვის ეხლა მე ობიექტურად ვაფასებ როგორც მერელი მართლა გეუბნები რა არ ვაჭარბებ არაფერს რომ უკეთესი იმღერა პირველად ჩემზე. ჩემი გადმოსახედიდან მართლა აი ესეთი თავმდაბალია ამ რინგის გამარჯვებული ლაშა თოფურია. ხავთ მივესალმოთ ლაშა თოფურია და გავესწროთ. და ვიღაცა უნდა გავარდეს და ძნელი იყო რა გადალახო მაგის რომ ის იმის მომენტის გადალახო რომ სიმღერა იმღერო კარგად და არ იფიქრო იმაზე რომ ვიღაცა უნდა გავარდეს აი მაგ რომ გადაერთო იმ დროს სიმღერაზე რა ნუ ეგ არა ადვილი არ იყო მეც მქონდა რაღაც მაგრამ მე გადავლახე რა და მიმღერე რა და ქეთიმაც იგივე გააკეთა და ალბათ ხო მე ყოველ შემთხვევაში შეგეშთაბეჭდილება დამჭა და კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ქეთი ბერიძეს რომელმაც ძალიან ღირსეული კონკურენცია გაუწია ლაშა თოფურიას ქეთი ძალიან მაგარი ხარ ხო არ გინდა რამე დაამატო მაშინ ის გადაგჩენია გაგაცილოთ და წარმატება გისურვოთ ბრავო ბრავო არაფერს არ ვამბობ. არაფერი არ მითხრათ. არც მე არ გიყვი არაფერს. всё.